გაგვიმარჯოს ჩვენი ვისაძლიერო გვიყვარს ლიტერატურა და დღეს მინდა ვილაპარაკო ყველაზე რთულ რამეზე, რაც ალბათ ყველაზე რთული შესამჩნევია და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს და ქორულ თვალს, ასე ვთქვათ, ქორულ შინაგან თვალს. და რასაც ბავშვებს თხოვენ გამოცდაზე, ხო, რომ ილაპარაკეთ პრობლემის აქტუალობაზე და ბავშვები გაგებაში არ არიან. იმიტომ რომ არ აკვირდებიან საერთოდ არც სოციალურ რეალობას, არც არავინ ასწავლის ამას, რომ დააკვირდნენ სოციალურ რეალობას, ანუ არც შინაგანი დიალოგი აქვთ, არც არაფერი მიყვებიან ხოლმე დინებას, ანუ აზროვნება შეუჩვეულები არიან და ამიტომ გადაჰკრავენ ხოლმე ხელს ამ პოლიტიკურ რეალობას, რომლისაც არაფერი არ ესმით, მაგრამ რომლითაც ჩვენი საზოგადოება დაავადებულია, ხო, იმიტომ რომ ჩვენი რელიგია, ჩვენი აზროვნება, ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი პური, რასაც ქვია არის პოლიტიკა. და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ერისთვის, როდესაც მისი სულიერი პური არის პოლიტიკა. რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ჩვენ დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. ანუ პოლიტიკოსები გვიკითხავენ მორალს, პოლიტიკოსები გვიკითხავენ ფილოსოფიას, პოლიტიკოსებს ვეკითხებით ჭკუას, ანუ პოლიტიკოსებს აქვთ პოლიტიკოსი ავტორიტეტი, ანუ ყველაფერი ტრიალებს პარტიის გარშემო. ანუ არსად არ წავს ვართ, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, ისევ პარტია, ისევ ყრილობებია, ისევ სახალხო გარჩევებია, Facebook-ი და ვერანაირად ვერ ვახერხებთ, რომ ვიპოვოთ ბნელი საკუთარ თავში და ვიპოვოთ ბნელი სოციუმში და დავარქვათ სახელები რა არის ნათელი და რა არის ბნელი. და იმიტომ რომ ამის უნარი არ გვაქვს, ტრიალებთ მარადი უწრაზე, რომელთანაც თითქოს გამოსავალი არ ჩანს. ამიტომ ანუ მე ვცდილობ ხოლმე რომ ჯერ ერთი ისეთ რაღაცებზე მიწევს ლაპარაკი ბავშვებთან, რომ ხანდახან მეტირება, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც უნდა იგრძნო და რაზეც ლაპარაკი აბსოლუტურად ძალიან ძნელია, შესაძლებელია, მაგრამ ძნელია, იმიტომ რომ სიტყვას არ აქვს. იმის უნარი რომ გადმოსცეს რაღაცეები, მაგალითად როგორც არის კატეგორიული მორალი, ანუ მე შემიძლია მიგიყვანო სიტუაციით, მდგომარეობით, აზროვნებით რაღაცამდე წინაპირობა შევქმნა, რომ იგრძნო, მაგრამ თუ არ იგრძენი, აღშფოთება, ან სასწარკვეთა, ან უიმედობა, ან ვარდნა, თუ არ დაგერღვა ფეხქვეშ, თუ არ მიხვდი, რომ ჰაერში ხარ, მე ვერაფერს ვერ გიშველი, ხო? ანუ ეს დიაგრამები, ასე ვთქვათ, ჩემი უმანკომცდელობაა, რომ ბავშვებს აუხსნა რაღაცა ძალიან რთული, რადგანაც მე არ ვნებდები და არ ვემორჩილები საყოველთაო ნიჰილიზმს, რომ რატო ელაპარაკები ბავშვებს ესეთ რთულ რაღაცებზე, იმიტომ რომ დიახაც უნდა ვილაპარაკოთ რთულზე. და ალბათ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ არ არსებობს დიდი სიკეთე და პატარა სიკეთე, არ არსებობს დიდი ბოროტება და პატარა ბოროტება, ანუ ყოველდღიურად რასაც გრძნობ, რასაც აკეთებ, ყველა პატარა, ყველაზე უფრო მცირე დილემაც კი, რომელიც გაყენებს იმის წინაშე, რომ მოიქცე ისე, როგორც ყველა იქცევა, თუ სადო გაარღვიო წრე და სადო გულს გაჰყვე და სადო სხვების აზრით უაზროდ, მაგრამ შენი აზრით შენი განცდის მიხედვით იმოქმედო, უკვე სიკეთეა, რომელიც ისეთივე სიკეთეა, მოდი ასე ვთქვათ, როგორც ბერი, როგორც მაგალითად თევდორე უღდელის თავგანწირვა. რატომ? იმიტომ რომ შინაგანად თევდორე უღდელის იგივე დილემის წინაშე დგას, რა დილემის წინაშე შენ დგახარ, როცა ძალიან პატარა მარტივი სიკეთე უნდა გააკეთო, ხო? და კარგი ამაში ის არის, რომ პატარა სიკეთეების გადალახვა გიწევს უფრო მარტივად, იმიტომ რომ არ ახარ გზაჯვარედი ისე, შენ არჩევანზე არ კიდია ქვეყნის ბედი, ხო? შენი არჩევანი არ დაღუპავს რაღაცებს, ამიტომ შეგიძლია შენთვის ივარჯიშო შენ სულიერ ძალაზე და გაზარდო შენში სულიერი ადამიანი, ძლიერი ადამიანი და არა სუსტი და გარემოებებზე დამოკიდებული ადამიანი. თუმცა ამის მეორე უარყოფითი მხარე ის არის, რომ პასუხისგებლობას ვეღარ გაურბიხარ, ხო? პასუხისგებლობას იმისას, რომ უნდა იაზროვნო, უნდა იფიქრო, გულს უნდა გაჰყვე, რაც
რაც რთულია, იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობას პასუხისმგებლობის ეშინია. ამიტომ ის რომ სიკეთე, დიდი და მცირე სიკეთე არ არსებობს, ის რომ ყველა მოქმედება, ყველა განცდა, ყველა დილემა, რომლის წინაშეც ცხოვრება გვაყენებს დილიდან საღამომდე, ანუ თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ის ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად შემზარავია ამის გააზრება და იმ პასუხისმგებლობის გააზრება, რომელიც ხრებზე გაწევს და მომენტი, რომ ამ მომენტში უნდა იმოქმედო, ამ წამში უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ ადამიანთა უმრავლესობა ირჩევს, რომ მას გაექცეს და თავი დააჯეროს, რომ სისულელეა, როგორ, ანუ გონება ჩაერთვება აქ ხო და დაიწყება რაციონალიზაცია, როგორ კაცო, ახლა მე ამ ადამიანს გავუღიმებ თუ დაუბღვერ და თევდორე უღდელი, რომელმაც თავი კაწირავს, მისთვის ერთი და იგივეა, ახლა შინაგანად ერთი და იგივეა. ერთნაირად რთულია გააკეთო ისიც და ესეც, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ამიტომ არის, რომ თუ ამ საზომით არ შეხედავ, ხო, ღვთაებრივი საზომით არ შეხედავ რაღაცებს და შინაგანი საზომით, მეცამეტე ვენახის მუშაკის არ იყოს, ხო, დილით გასულ მუშებს, შუადღეს გასულ მუშებს და საღამოს გასულ მუშებს ერთი და იგივე გასამრჩევლოს რო აძლევს, იმიტომ რომ განცდა ერთია, ყველას განცდა ერთია. ჩვენ გარედან ვუყურებთ ადამიანებს და ვფიქრობთ, აი, მე ეს მჭირს, მე ის მჭირს, იმას არ ასჭირს, რატო განიცდის ესე, იმიტომ რომ შინაგანად ყველაფერი ერთნაირი სიმძაფრისაა. ხო, ანუ ხო, და კიდე ყველაზე რთული რაც არის ის, რომ ბავშვებს გავაგებინო, რომ ბოროტება შენს გვერდითაა, ბოროტება შენშია და ბოროტება შენ საზოგადოებაშია, ხო? იმიტომ რომ 17 წლის ბავშვს ძალიან უჭირს ამის გარეთ, ბოროტება ყოველთვის სადღაც შორსაა, ბოროტება ყოველთვის უკრაინის ომია, სადაც რუსეთია, რომელიც უკრაინას ებრძვის, ან რა ვიცი, ბოროტება სადღაც შორს არის, ხო? ბოროტება ნგრევაა და განადგურება. ნგრევა და განადგურება მხოლოდ გარეგანი სახეა იმ შინაგანი ესე ვთქვათ დამანგრეველი პროცესებისაა, რომელსაც ვერ ვხედავთ, ხო? ვერ ვხედავთ თუ აზრით არ შევხედეთ რაღაცებს. ანუ აქ ძალიან ბევრი რამე წერია ამ დიაგრამაზე, ესე ვთქვათ, რომელიც არ ჩანს, მაგრამ მე ვხედავ. მაგრამ საიდან შემიძლია დავიწყო, რომ მარტივი მაგალითი განახოთ ბოროტებისა, ხო, რომელიც იმდენად გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში, რომ ვერ ვხვდებით საერთოდ, რომ ბოროტება. მაგალითად, იმის რომ საზოგადოება ჯანსაღი იყოს, აუცილებელია არსებობდეს საკრალური სივრცე, ხო, სადაც ყველას ერთი და იგივე უფლებები აქვს ღვთის წინაშე, სადაც ადამიანს აქვს უფლება წესი დაარღვიოს შინაგანი რწმენის კარნახით. თუ საზოგადოება ამაზე ვერ თანხმდება, მაშინ საზოგადოებაში არის მხოლოდ განსჯა, სიბრალული, ცინიზმი, მტრობა, ამპარტავნება და ფარისევლობა. იმიტომ რომ თუ თავმდაბლობა არ აქვს იმისა, რომ ვთქვათ, რომ მე მეფეს და მე ერთი უფლებები გვაქვს, ვიმოქმედოთ, გვჯეროთ ეს რომ მართლები ვართ და ვიმოქმედოთ რაღაც სივრცეში, ხო? მაშინ არ იბადება არაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი იბადება შიგნით, ანუ როგორც ქარჩხაძე იგი შეიცახის, ხო, რომ ტომის წევრებს გონიათ, რომ ყველაფერი უკვე დაიბადა იყო, არის და მაგრამ იქნება და იგი ხდება, რომ არაფერი არ ყოფილა და არაფერი არ იქნება, ყველაფერი იბადება შენს შიგნით. ასე რომ არაფერი არ დაიბადება, როგორც თქვი, იმიტომ რომ შემოქმედებითი უნარები, ყველაფერი მოდის ინდივიდიდან, ყველაფერი მოდის შინაგანიდან და ჩავიძირებით რაღაც მარადიული სიყალბის, მარადიული ხრამის, იმიტომ რომ ნახეთ რა ახლა ხრამია ავტორიტეტსა, ბელადსა და რიგით მოქალაქეს შორის იდეოლოგიურ საზოგადოებაში. მაშინ, როდესაც გმირი ჯანსაღ საზოგადოებაში მრავალსახიანია, იმიტომ რომ ჯანსაღ საზოგადოებაში ადამიანს ბევრი სახე აქვს, ხო? ანუ გმირი ადამიანია, გმირი გზაჯვარედინზე თავისი მოქმედებით, არჩევანით და სულიერი სიმტკიცით ავლენს საკუთარ სახეს, გმირის სახეს და სიკვდილის მერე გმირი ლეგენდაა, ხო? სახე არქეტიპი, რომელიც ადამიანთა ცნობიერებაში რჩება და ცვლის ყველა შემდეგ თაობას. მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ გმირი ეს ყველაფერია და არ შეიძლება განვიხილოთ მაგალითად ისტორიული პირი, ამაზე ადრეც ვილაპარაკე, ხო თქვათ ერეკლე მეფე, როგორც მხოლოდ აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში, ხო, ერეკლე როგორც ადამიანი, ერეკლე როგორც გმირი, ერეკლე როგორც ლეგენდა, იმიტომ რომ ეს არის
მოკლე სტერეოტიპული აზროვნება, ანუ ვთქვათ, სახელი, ემოცია, ანუ ენაზე რო ვილაპარაკეთ, ხო, როდესაც ენა სიტყვა კარგავს, ანუ ასე ვთქვათ, ინდივიდუალური გააზრების, ანუ როცა სიტყვა გიკარგავს ინდივიდუალური გააზრების უნარს და პირდაპირ სიტყვის წარმოთქმისთანავე ემოცია წარმოიშობა, ხო? ანუ თუ სიტყვიან დაეგრევე ემოცია სიტყვებს ეს სიტყვა და ეს ემოცია არის შინაგანი რწმენა, რომ მართალი ვარ და ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ ვიმოქმედო, ანუ ამ შემთხვევაში ასეთი მოქმედება არასდროს კარგი არ არის, ყოველთვის მორალისტურია, ხო, ყოველთვის მე მართალი ვარ, სხვა მტყუანია, ყოველთვის მე მაქვს უფლება გავანადგურო მეორე, იმიტომ რომ ის მეორე მტყუანია და მე მართალი ვარ, ხო, ეს ასე ვთქვათ, პირობითი ესთეტიკური კატეგორიული მორალის ბოდიში თერთვით კატეგორიული მორალის კრიტერიუმები, რომელთაც ჩვენ ადამიანები ვშით ყველაფერს, ხო, რაღაცა მშვენიერია, კარგია, რაღაცა უშნოა, ცუდია. ხო, მაშინ იდეოლოგიაში ხარ, ხო, როდესაც სიტყვიან დაეგრევე, ემოცია დაეგრევე პარტიის გვერდზე გეხარ, გულზე მჯიხსი იბაგუნებ და ყვირი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ ვიღაცას და კლავ, ხო, იდეოლოგია. ასე რომ მაგრამ საზოგადოება მიდრეკილია სტერეოტიპული აზროვნებისკენ, იმიტომ რომ მარტივია, საზოგადოება მიდრეკილია ტყუილისკენ, იმიტომ რომ მარტივია და ეს ბოროტებაა, ანუ ის რომ საზოგადოება მიდრეკილია სტერეოტიპიზაციისკენ და ტყუილისკენ ბოროტება, რა თქმა უნდა სიტუაციას გააჩნია, მაგალითად სტერეოტიპი, რომ კაცებს უკეთესად ესმის მანქანები, თქვათ და ქალებს ნაკლებ, ამართლებს მაშინ, როდესაც საბურავი დაგეშვება, რა თქმა უნდა 22 წლის შილაკიან მაღალ ქუსლებზე შემდგარ გოგოს არ სთხოვ დახმარებას, როცა მის გვერდზე ჯანიანი და კუნთული ასე ვთქვათ შესახედაობის ახალგაზრდა ბიჭი დგას, ხო? ანუ სტერეოტიპები ამისთვის გჭირდება, სტერეოტიპები გჭირდება იმისთვის, რომ ყოფით საკითხებში მარტივად იმოქმედო, ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, სიტუაცია სწრაფად შეაფასო და პრობლემა სწრაფად გადაჭრა. ყოფითი პრობლემები, ხო? მაგრამ არ შეიძლება სტერეოტიპებს მიმართო, როცა საქმე მორალს ეხება, როცა საქმე ანუ ასე ვთქვათ, ეროვნული მნიშვნელობის პრობლემებს ეხება, როცა საქმე დანაშაულს ეხება, ანუ ცოდვას ეხება, ანუ რაღაც წრეს ეხება, ანუ თელ ასე ვთქვათ, ისეთ საკითხებს ეხება, რომელსაც აზროვნება ჭირდება, ღრმა აზროვნება და კვლევა ადამიანის ბუნებისა, შიშისა და ასე შემდეგ კომპლექსურ საკითხებს. ხო, ეს ბოროტებაა, ესე იგი, თუ ესე აზროვნებ, ბოროტი ხარ. შეიძლება ვერ ხვდები, მაგრამ ბოროტი ხარ, შეიძლება ძალიან კარგი განცდა როცა გულში მჯიხს იბაგუნებ, მაგრამ ბოროტი ხარ, საშინელი ბოროტი ხარ, იმ ბრბოს ნაწილი ხარ, რომელმაც ქრისტე გაყიდა. არაფერი განსხვავება არ არის. პირველი საუკუნე, 21 საუკუნე იქ დგეხარ და ყვირი ხარ. ბარაბა. ხო, რაც შეეხება საკრალურ სივრცეს, ხო, იმიტომ რომ ადამიანს შინაგანი ძალა სჭირდება, ინდივიდს შინაგანი ძალა სჭირდება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს სოფლის ტრიალს, საზოგადოების ბოროტებას, ხო, ამოვიდეს აქედან წრეები გაარღვიოს. ანუ რატო ინგლისურში მაგალითად სიტყვა breakthrough, ხო, ანუ მაგალითად ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიური აღმოჩენა breakthrough-ა, ნებისმიერი რაღაც ახალი breakthrough-ა, იმიტომ რომ წრეს არ ვარ, იმიტომ რომ წრიდან გადიხარ. და ამისთვის ეს რომ გააკეთო, ინდივიდი შინაგანი ძალა უნდა გქონდეს და შინაგანი ძალა რომ გქონდეს, გარკვეული პირობებია აუცილებელი, ციდან არ ვარდება, ხო? და ერთ-ერთი ესეთი პირობა არის, თუმცა ხანდახან ციდანაც ვარდება ხოლმე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არა. ანუ საკრალური სივრცე აუცილებელია და პირველი აუცილებელია პირადი სივრცე, ხო? მაგალითად რატო გრძალავენ, ანუ ეს კულტურათა შორის ურთიერთობები, ხო, კიდე პოსტსაბჭოთა სივრცე და თავისუფალი სივრცე აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცისგან გამოსულებს არ გვესმის, რატომ ითხოვს მაგალითად
ნეוי საქართველოს სტუმრად ჩამოსული ვიღაცაზე გვაფრთხილებენ ხო რომ არ დაუწყო რამდენი შვილი გყავს ანუ რატო არ თხოვდები რა ხელფასი გაქვს და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩვენთვის ეს იმდან ბუნებრივია ეს კითხვები და პრაქტიკულად ყოველ დღე გესმის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქუჩაში გასულს თაგისვას კითხვა რატომ არ თხოვდები იცნობა არ იცნობ უბრალოდ შორიდან გიცნობს ასე შემდეგ ანუ წარმოიდგინეთ გაგიკვირდებათ და ეს არის ბოროტება რატომ არის ბოროტება იმიტომ რომ ანუ იმიტომ რომ ამის დამადასტურებელიც არის ხო იმიტომ რომ რატო გეკითხებიან ამას იმიტომ რომ ნებისმიერ კითხვას რაღაცა მიზეზი აქვს ხო ანუ ეს ჩემი პირადი სივრცეა ანუ გათხოვების საკითხი თქვა ცაში წყდება რატო ქართულ ენაში იმიტომ რომ პირადია და პირადში ყველანი ერთი ვართ არავინ არ არის ერთმანეთზე მეტი ან ნაკლები ხო ყველას თავისი არჩევანი აქვს ყველას გათხოვილი ვარ თუ არა ვარ გათხოვილი არნიშნავს რომ უკეთესი ან უარესი ადამიანი ვარ ხო შვილი მყავს თუ არ მყავს შვილი არნიშნავს რომ უკეთესი და უარესი ადამიანი ვარ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ეს ჩემი პირადი სივრცეა ასე გადავწყვიტე ან ღმერთმა გადაწყვიტა ან დაემთხვა ან არ ვიცი მე შენი არჩევანია და არავის არ აქვს უფლება მოვიდეს და გითხრას ხო რომ ანუ ამ დროს კომუნიზმში რა ხდება უშვილობისას გიქვითავდნენ ხელფასიდან ანუ საზოგადოება რას თხოვს შენგან იმიტომ რომ გათხოვება და ოჯახის სტატუსია ძალაა ხო სოციალური ძალაა ამიტომ პირდაპირ შენ მორალზე ან მორალთან აკავშირებენ და გეუბნებიან ანუ არ გათხოვდი არავის არ უნდა ხარ არ გათხოვდი ძალა არ აქვს ანუ სათვალავს ჩასაგდები არ ახარ მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში და კიდე ხო ანუ ბევრ სხვა რამესაც გეუბნებიან ანუ მაგალითად გეუბნებიან რატო ანუ მე მეუბნებიან პირადად ხო რატო არ თხოვდები ტანს გონი არა გაქვს ანუ რაც იმას ნიშნავს რომ ჯანსაღი ინსტინქტები არა გაქვს ანუ ესე იგი გამოდის რომ ცხოველზე უარესი ვარ ანუ ტანს გონი არა გაქვს გეუბნებიან ხო და ეს არის მორალისტობის ფორმა როცა ადამიანი ამას გეუბნება თან საზოგადოებაში თანაც მაგალითად რავი გასართობად შეკრებულ საზოგადოებაში ხო თქვა ვიწრო წრეში დაბადების დღეზე ანუ რა უნდა იგრძნო დაფიქრებულა ეს ადამიანი შენ რას გრძნობ იმიტომ რომ როდესაც მორალისტი საჯაროდ იცის შენკენ და გეუბნება რომ აი სირცხვილი ხო სირცხვილი ანუ რასაც გრძნობ ეს არის მარილის სვეტი ანუ მარილის სვეტი ჩემთვის არის სიმბოლო მაგ ყველაფრისა იმიტომ რომ მარილის სვეტი ეს არის ანუ შეშტები ანუ გრცხვენია და არიცი აქეთა როგორ გამოხვიდე უნწაო ხარ ხო გზა არ არის ანუ აღარ ფიქრობ ვერ ფიქრობ იმიტომ რომ სირცხვილი გაშეშებს იმიტომ რომ საზოგადოების წინაშე შერცხვენა ის რაღაცაა რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევთ ხო რაც გვადამბლავებს ანუ და მე იწყება ანუ ფიქრისთვის დრო გრჩება მე ანუ ამას ან შეიძლება ან ვერ შეიძლება ხო იმიტომ რომ გააჩნია რამდენი გაქნა ფიქრი ანუ უწევობას დანებდები თუ გზას მონახავ ხო სასწორკვეთილების ორმოს ჩაეშვები და შიშს აყვები თუ გაანალიზებ რაღაცებს და საყრდენს მონახავ ხო დამღას მიიღებ სტიგმას რომელსაც საზოგადოება გარტყამს ხო რომ გაუთხოვარი უსარგებლო თუ შეძლებ რომ ეს დამღა აიცილო და შენი სხვა სახეები მონახო ხო ანუ ადამიანი პიროვნება ანუ რა ვიცი მოაზროვნე არსება ხო რომელიც ირჩევს თქვათ პოზიციას საზოგადოებაზე და ბიოლოგიაზე ხო ანუ ამას არნიშნავს რომ ტანს გონი არა მაგან სტატუსს ვერ ხვდები ან იმას ვერ ხვდები რომ ოჯახი ფიზიკური ძალაა ხო ან არ მინდა ანუ იმიტომ რომ ცხოვრებამ დამაყენა გზაჯვარედინზე და შემიქმნა რაღაც სიტუაციები ამიტომ მე გადავწყვიტე ჩემი ბედი მართო ხო არ გავყევი არც იმას პოზიცია დავიკავე და ვთქვი რომ აქედან ვუყურებ მე ყველაფერს და ჩემი არჩევანია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მე ამ ყველაფერს ანუ პრობლემა ის არის კიდე რომ მე გარდა იმისა რომ მარილის სვეტია მორალისტობაა ხო და აღვიძებს შენში ყველაზე უფრო ღრმა და რთულ რაღაცებს ხო შიშს არასრულფასოვნების შეგრძნებას და ეს ყველას მოსდის აბსოლუტურად მეც მომდის წამითაც კი ხო ანუ სწრაფად ვერევი მაგრამ აუცილებლად მოგდის იმიტომ რომ ხო ვერ შეიძლება რა ვიცი აიცრე ესეთ რაღაცაზე ცოტა რთულია იმიტომ რომ ადამიანი ხარ შეიძლება ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ მაგრამ მეხუთეჯერ ნუ ეხლა უკვე ცოტა ნაკლებად მეუბნებიან ამას კიდე კაი მაგრამ ხან ახლა ფიქრობ 80 წლის რომ ვიქნები მაშინაც კი მეტყვი ხოლოდ იმიტომ რომ
ანუ რატო გეუბნებიან ამას 80 წლის რო ხარ მაშინაც კი იმიტომ რომ იმიტომ რომ გული მოგიკლან ხო იმიტომ რომ მიზანი ასეთი რაღაცა ზუსტად ის არის რომ შენში აი ეს ემოციების სქარიშხალი გამოიწვია შინაგანად შეგარყიონ ხო რომ არ გქონდეს შინაგანი საყრდენი შინაგანი ძალა ამიტომ არ უნდა დაარღვი ამიტომ უნდა იყოს საკრალური პირადი სივრცე ხო ამიტომ არ შეიძლება ადამიანს კითხო ესეთი რაღაცა იმიტომ რომ მე ვერ აგიხსნი რატომ არ ვთხოვდები შეუძლებელია აგიხსნა რატომ არ ვთხოვდები იმისთვის რომ გაიგო რატომ არ ვთხოვდები ჩემი გზა უნდა გქონდეს გამოვლილი ჩემი გამოცდილება უნდა იგემო იმწვნიო და ჩემი ტკივილი უნდა გესმოდეს ხო ამ დროს ჩვენ საზოგადოებაში გამოცდილება მწვნება ბედის მწვნება და ტკივილი სამარცხვინოა ანუ წარმოიდგინეთ როგორი საზოგადოება ვართ ხო თუ ბედმა დამჩაგრა მწვენია სხვებს გაუზიარო არა თუ ის რომ ვიძახი რომ ანუ ღირსების გრძნობა მაქვს ხო რომ ბედმა დამჩაგრა მაგრამ ბედს მოვერიე ანუ მოვახერხე აქედან გამოსვლა და მაინც მყარად ვდგევარ ჩემ პოზიციაზე და მაინც ძლიერი ვარ და მაინც ვიბრძვი და არა თუ საბოლოო მიზანი არ არის რომ ანუ სოციალური სტატუსი და ის არ გაქვს ხო თუ წარმატებული არ ხარ ეს კიდე ცრუ აზრი იმაზე რომ რაღაც დიდება არსებობს ხო რომ ანუ მაგალითად ფელინის ამ რკორჩია ნავით რომ მიდიან და დიდ განათებულ კრეისერს ხვდებიან ხო რომელიც სიმბოლოა ყოველგვარი ამ ქვეყნიური ხორციელი დიდებისა და ილუზიისა ანუ დიდი ქალაქის ილუზიისა, დიდი ცივილიზაციის ილუზიისა. ანუ თუ ამ ილუზიით არ ცხოვრობ, ესე იგი სხვა არაფერი არ არსებობს. ჩვენი საზოგადოებისთვის სხვა არაფერი არ არსებობს. არანაირი შინაგანი ბრძოლა, არანაირი ბედის მორევა, არანაირი შინაგანი სიღრმე, ხო? ანუ თუ ის არ გაქვს, მაშინ ეს ყველაფერი სისულელია. და ხალხს ცხენია საკუთარი იმით, რომ ბედი მოერია. ხალხს ცხენია საკუთარი გამოცდილების, ხალხი მალავს საკუთარ ტკივილს. არავის არ უზიარებენ ხო არაფერს არ ლაპარაკობენ ამაზე და ანუ რა უნდა დაგვაკავშიროს თუ მე მცხვენია საკუთარი ტკივილის და არც თავს ვაძლევ იმის უფლებას გავიაზრო და არც შენ გაძლევ იმის უფლებას რომ გამიზიარო არაფერი მე მგონი რომ არაფერი გვეშველება ამ შემთხვევაში და შინაგან ძალას ადამიანი ასე მოიპოვებს ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთო რომ შინაგანი ძალა გქონდეს შენი პირადი სივრცე უნდა დაიცვა ხო ანუ უნდა მოერიო მარილის სვეტის ეფექტს უნდა გადალახო უმწეობას სასწარკვეთილებას სირცხვილი დანაშაულის გრძნობა დაუღა დოგმა მკვდარი აზრისგან უნდა გადავისრულდე იმიტომ რომ მკვდარი აზრი უცნაური რაღაცა ანუ მაგალითად გეუბნებიან ქალისთვის ერთი კაცი ძალიან ბევრია ორი ძალიან ცოტა ანუ მკვდარ აზრს არ აქვს არანაირი დოგმას შეჭრა შეტანის უფლება არ აქვს ხო ამიტომ ანუ თან უნდა გწამდეს მაგრამ თა რეალობა გეუბნება რომ დოგმა სისულელია საბოლოო ჯამში დოგმებზე მოდახლობის ფარსმანის სიტუაცია ეს ხო საბოლოო ჯამში ორი ტიპის ადამიანები ყალიბდებიან რომლებიც დოგმაზე იზრდებიან ერთნი უმწეოები რომლებიც ვერ ახერხებენ დოგმის მიღმა გასვლას და რეალური ცხოვრების ასთვის ალღოს აღებას და აბსოლუტურად უმწეოები რჩებიან ბედთან და საზოგადოებასთან ბრძოლაში იჩაგრებიან და მსხვერპლები ხდებიან და მეორენი რომლებიც ახერხებენ დოგმის მიღმა რეალურ ცხოვრებას ანუ ინსტინქტებს ეგოს ალღო აუღონ და თავიანთ თამაშის ამას ქმნიან, ანუ თავიანთ თამაშის წესებს ქმნიან ამასთან დაკავშირებით ხდებიან ტაცებლები. ანუ საზოგადოება, სადაც შინაგანი ტკივილი სამარცხვინოა, სადაც სივრცე არ არსებობს და ყველა ადამიანს აბსოლუტურად შეუძლია მოვიდეს და პასუხი მოგთხოვოს იმაზე, რაც საკრალური სივრცეა და სადაც არ არსებობს მეტობა და ნაკლებობა, ხო? ანუ როგორც წეგან თქვია, რატო არ თხოვდები შვილი მყავს, არა მყავს გათხოვილი, არა ვარ გათხოვილი. იმიტომ რომ რაც არ უნდა იცოდა ეს ყველაფერი, იზოლაცია ყველაფერს კლავს, როდესაც 10 კაცი მოდის, ანუ საზოგადოებაში ყველა მოდის და ამას გეუბნება, გინდა არ გინდა შინაგანად გასუსტებს, ხო? აქედან გზა არ არსებობს, როგორ დაიცვა თავი ერთადერთი გზა მეორე ადამიანია, ამიტომ არის ადამიანისთვის დღე, ხო? ანუ მაგალითად მე რომ მოვიქეთ საზოგადოების იზოლაციაში, რომ ამ ყოველდღე ვთქვა ჩეხი პარტნიორები, რომელთაც უბრალოდ ესმოდათ გულწრფელად ესმოდათ, რას გავდიოდი და 1-2 სიტყვა შემაწიეს, ანუ
ძალიან ადვილად შეიძლებოდა ყველაზე შემცდარიყავი, ხო? ანუ კიდე ეს რომ ჩვენ მგონია რომ ადამიანი რაღაც რკინა, ხო, სტალინმა შექმნა ეს რკინის თეორია, რომ რკინისა უნდა იყო. არ რკინისა მხოლოდ მკვდარი ადამიანი, ანუ მხოლოდ მკვდარს არ სდგივა არაფერი და მხოლოდ მკვდარი არ გარგავს არაფერს, შინაგანად მკვდარი. თუ რა თქმა უნდა, აქაც არჩევანია, ხო? თუ გიღირს შინაგანი სიკვდილი რკინის კაცობად, მაშინ რა თქმა უნდა გზახსნილია, მაგრამ მე არ მიღირს. ანუ ხო, პირველი უნდა დაიცვა შინაგანი სივრცე და როგორ უნდა დაიცვა შინაგანი სივრცე, ხო? ამაში ალბათ აბჯარი გჭირდება და აბჯრის როლი შეიძლება ითამაშოს ყველაფერმა, ანუ მაგალითად ჩემთვის ამ ბოლო დროს აბჯარი გახდა მაისურები, რომელსაც ვაწერ, ხო? ანუ მე თვითონ ხატავ და ვაწერ რაიმე იმას, ასე ვთქვათ, სოციალური კრიტიკის შემცველ წინადადებას, ვთქვათ, ეხლა პირველად გავაკეთე მაისური, რომელსაც სტალინი ახატია იმით, კურსასმენები თქვენ დაწერია პარტია всё знает და მე თქვენ დაწერია მხოლოდ იდიოტებმა იციან ყველა კითხვაზე პასუხი. ანუ ეს ჩემთვის აბჯარია, იმიტომ რომ საზოგადოებაში გავდივარ, გარეთ გავდივარ, ხო? ანუ ზღვარია ჩემსა და დანარჩენ ადამიანებს შორის. ანუ თუნდაც მაგალითად იმაში ყოველ შემთხვევაში მე მჯეროდეს, ასე ვთქვათ, და მე ვგრძნობდი ამას, თავარი ეს არის, ხო? დანარჩენები რას ფიქრობენ, არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი თავარი. ჩემთვის ეს აბჯარი რაღაცა ზღვარია, ანუ ჩემ პირად სივრცესა და დანარჩენებს შორის, ხო? ეს ადვილად ვეღარ მეულნენ და ვეღარ მკითხავენ, ხო, რატო არ თხოვდები. ანუ მეორე რით შეიძლება საკუთარი ის დაიცვა, რა ქვია. ხო, ანუ მეორე რაშიც გირღვევენ, ასე ვთქვათ, და შინაგანად გარკვეულ, ხო, შენი ტკივილი ეს მთლიან ჯეზია დამოკიდებული, ხო? რომ სტერეოტიპებისგან თავი დაიხსნა, მაგალითად საზოგადოება დამღას გადავს, ხო? ესეთი ოჯახის შვილი ხარ, ამ ოჯახს ვერ გასცდები. სინამდვილეში კაინი და აბელი ერთი ოჯახიდან იყვნენ. ან თუ შენ ოჯახს რაღაცა პრობლემები აქვს და მძიმე ცოდვები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცოდვა შეგიძლია შეაბრუნოს, ესე იგი რაღაც ძალა აქვთ, ხო? და ეს ძალა შეგიძლია სიკეთისთვის გამოიყენო, აღმოაჩინო შენ თავში და გამოიყენო აპატიო, ანუ გაიგო, გაიაზრო და ანუ სიკეთისკენ წახვიდე. ესე იგი ტრაგიკული აქ არაფერი არ არის, ხო? დამღა არ გჭირდება. ანუ იმისთვის რომ მაგალითად დოგმებისგან დაიხსნა თავი, ვთქვათ, ფილმები, ანუ მორალისტებს არ უნდა მოусმინო და რასაც ფიქრობ იმას უნდა გაყვეტა, ძირითადად განათლება გჭირდება. ხო, მაგალითად მე კინოსახლში დავდიოდი სტუდენტობის დროს და იყო მაგალითად კინოსახლში კვირეულების, სხვადასხვა რეჟისორებისა და იყო კვირეული ისა სკანდალური ფილმებისა და მაშინ ვიფიქრე, ალბათ დაახლოებით 25 წლის ვიქნებოდი ან 26 წლის, მაშინ ვიფიქრე, რომ მე თუ მოაზროვნე ადამიანი ვარ, ხო, მე თუ ადამიანი ვარ, რომელიც საკუთარ თავს მართავს, მე თუ ადამიანი ვარ, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოზიცია აქვს, მაშინ უნდა შემეძლოს ფილმის რეალობის, საკუთარი რეალობის განსხვავება, ხო? იმიტომ რომ ფილმს რო უყურებ, არ შეიძლება ფილმს უყურებდი და ეგრევე ჩემი ინსტინქტებზე მოქმედებდეს. ანუ თუ ამის უნარი არა მაქვს, მასე ჩამოყალიბებული ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი არა ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამის სკანდალურ ფილმებზე მევლო. ეს აზრი საიდან მომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მომივიდა. ანუ ძირითადად სკანდალურ ფილმებზე 5-6 კაცი ვიყავით ხოლმე, ასე ვთქვათ, ვინც მუდმივად დადიოდა, ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. და ხანდახან შემოეხედებოდნენ, მაგალითად შემოეხედებოდნენ შემთხვევით მოხვედრილი ხალხი და ცუდი სიტუაცია იყო, თუ შეყვარებულები იყვნენ, იმიტომ რომ პირველივე რამდენიმე კადრის მერე დგებოდნენ და მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ფილმები არ იყო პორნოგრაფია, ეს ფილმები იყო ძალიან რთული ფსიქოლოგიური ფილმები, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, სექსუალურ ურთიერთობებზე, სადაც იყო ძალიან რთულად გასაგები სცენები, ძირითადად უფრო თავზარდამცემი და რაღაც როგორც ლიტერატურას ანუ კარგ ფილმს ან ლიტერატურას ძირითადად ჩვევია, ხო, რომელსაც უნდა რომ შეგინთ რაღაც შესწრას, მეტაფორა მოაქვს, რომელიც აზარელია, გველის მჭამელი, ხო, ნებისმიერი შინაგანი სიმართლის გამხსნელი კადრი თავზარდამცემია. ანუ ძირითადად ეგეთ თავზარდამცემი კადრებისგან შედგებოდა და ძალიან ცოტა იყო იქ იმ დაშაქრული ასე ვთქვათ, ილუზიების, რომელიც ვთქვათ, წარმოუდგენიათ
საერთოდ პორნოგრაფიული ფილმი როგორ შეიძლება საერთოდ რამე იყოს, არ ვიცი, მაგრამ იმდენად სტერეოტიპული, დაცლილი ყოველგვარი ფანტაზიისგან და იმდენად სულელურია, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება. და ძირითადად გადიოდნენ ხოლმე ხო ეს წყვილები. რაც ამ ფილმებმა მომცა ის იყო, რომ დავწმუნდი რომ აქ ამის ძალა ხო, რომ ფილმის რეალობა, ჩემი რეალობა გამოსხო, რომ ვუყურებდე რაღაცას აბსოლუტურად აზრობრივი თვალსაზრისით, რომ შევეცადო გავიგო იმის მიღმა რეჟისორს რისი თქმა უნდა. დავწმუნდი საკუთარ თავში, რასაც რა თქმა უნდა ვეღარავინ ვეღარ შეგიცვლის, ხო? თუ მორალისტებს არ დაუჯერებ და სცდი ექსპერიმენტს ჩაატარებ და დაფიქრდები, შეიძლება თუ არა მოვერიო რაღაცას გავხდე ისეთი როგორც მინდა, აუცილებლად გამოგივა, მაგრამ თუ შეფერხდი და ეს სიკეთეა, იმიტომ რომ შინაგან ძალას გაძლევს, შინაგანი ძალა სიკეთეა, ინდივიდის ძალა სიკეთეა. იმიტომ რომ ყველანაირი სიკეთე აქედან მოდის, მიტევება აქედან მოდის, თანაგრძნობა აქედან მოდის, ხილება აქედან მოდის, იუმორი აქედან მოდის, ჯანსაღი კონკურენცია აქედან მოდის, ღირსების შეგრძნება აქედან მოდის, გულწრფელობა აქედან მოდის, ხო? ამის გარეშე კი არაფერი არ ხდება. საინტერესო იყო, რომ იმ პერიოდში პირველად შეყვარებული ვიყავი, ხო? ძალიან ძიმედ გადავიტანე ეგ პერიოდი და როდესაც ვიწყდეთ, იმან დამაყვედრა, ხო, რომ შენ კინოსახლში დადიოდი და პარნუხებს უყურებდი, რაც ისევ შენი პირადი სივრცის დარღვევაა, ხო, თუნდაც მასთან ახლობელი ადამიანისგან და მეორე, შენ გაგებაში არ ხარ მე რას ვაკეთებდი, ხო? მაგრამ მე ხო ვიცი რას ვაკეთებდი აქედან გამომდინარე, შეურაცხყოფილიც არ ყოფილა, რომ პირიდან ჩაღია, ხო, როგორ შეიძლება ესეთი სულელი იყო, რომ ეგ დამაბრალო კინოსახლში როელი მაგისტრის. ესე იგი შინაგანი ძალა ყველაფერია, ხო? შინაგანი ძალა აუცილებელია, მაგრამ იდეოლოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ შინაგანი ძალა მოგირღვიოს და აკეთებს ძალიან მარტივი რაღაცებით. როგორც მაგალითად აზრობრივი სივრცეების, საკრალური სივრცეების, ენის მოშლა, ენის ასე ვთქვათ, დაცლა მეტაფორული მნიშვნელობებისგან, სიტყვების დაცლა მნიშვნელობებისგან, სიტყვისა და განცდის ერთმანეთთან დაკავშირება, ხო, სიტყვების სიღრმისეული მეტაფორული მნიშვნელობის გაქრობა და ტრაფარეტები, სიტყვები იქცა ტრაფარეტებად პრაქტიკულად, რომლებიც პირდაპირ რაღაცა ღილაკებს ხდება შიგნით და აბსოლუტური გააზრების გარეშე ბრბოსწევი ხდები, ხო? ავიღოთ და მესამე კიდე რაც არის, ხო? ერთი იყო ეს პირად სივრცე რატო არ თხოვდები, მეორე არის რომ ჩემ ტკივილი და ჩემი რეალობა თუ არ იცი, არა გაკუფლება თითი მომიშვილო და მითხრა რომ რამე იცი საერთოდ, ხო? მე ვიცი რომ ვიცი, რა იცი რომ იცი, ეს კითხვაც ხშირად ებადებათ ხოლმე. თავდაჯერებული უნდა იყო, თავდაჯერებულობა ცოდვა არ არის, თავდაჯერებულობა, ეს იდეოლოგიურ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ნახეთ, ჩვენ საზოგადოებაში ღიაობა არ არის მოსული პონტი, ხო? სხედვათ და ერთმანეთს ვერავთ, განსაკუთრებით თუ ახალ სიტუაციაში მოვხვდით. მაგალითად გუშინ წინ ბაუზარზე ვიყავი და ხალხს ხვიპირი ჩამოსტირო და ყველა ერთმანეთს უთვალთვალებდა. სკოლის დირექტორის სიტყვა იყო ბარლამის გასვენებაზე, რომ ის კაცი რაღაც სიტყვას კითხულობს ქავსი. მოკლედ სრული ის იყო რა, კომუნისტური სიტუაცია. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მოდის და ეგრევე ღიად იქცევა შენგან, ეგრევე უმრავლესობის თავში ჩდება, რომ ვინ არის, ხო? იმიტომ რომ ღიაობის არჩევანის მოქმედების უფლება აქვს მხოლოდ ავტორიტეტთან დაკავშირებულ პირებს. იმდენად არის ჩვენ საზოგადოებაში ეს გამჯდარი, ხო? რაღაც ავტორიტეტთან ვიღაც უნდა გაძლევდეს უფლებას, რომ ეგეთი იყო. ვიღაცა თუ არ გაძლევს უფლებას, არანაირად ახარ ეგეთი და თავი ვინ გგონია, ხო? თუ ზურგი არ აქვს. ინდივიდი რო იყო და შინაგანი ძალა რო გქონდეს, გამორიცხულია. ეგ ამბავი ადამიანების თავში უბრალოდ არ ჯდება. და საინტერესოა, რომ ხალხი რომელიც ეს აზროვნებს, მათ თავში ვერაფერს ვერ ჩასვა, შეუძლებელია რამე ჩასვა. გამორიცხე რომ რამე ოდესმე შეცვლი. და არის კიდე ქონება, მატერიალური ქონება. თუ მატერიალური ქონება არ აქვს, შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველას მუდმივად შეუძლია მოგირღვიოს ყველაფერი, ბაზა გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ის გქონდეს. მაგალითად შრომობ, ხო? 280 ლარს გიხდიან და გეუბნებიან, რომ კიდე კარგია, მადლობა თქვი, რომ მაგასაც გიხდით. რა უნდა ქნა, ვერ იარსებებ, ამიტომ არ უნდა გაახალტურო და სხვა რამე აკეთო.
ან უნდა თქვა, რომ გადამიხადეთ ფული და ვიმუშავებ და არაფერი არ აკეთო, ხო? პრობლემა ის არის, როცა მას ესეთი პოზიცია გაქვს, რომ გადამიხადეთ ფული და ვიმუშავებ, ჩლონგდები. იმიტომ რომ ადამიანი ვითარდება მხოლოდ შინაგანი მოტივაციით, ანუ მხოლოდ დონკიხოტობით. დონკიხოტის გარეშე არაფერი არ არის, ხო? ამიტომ არის პერპეტუუმ მობილე, ამიტომ არის მარადიული ძრავა, იმიტომ რომ ყველა სხვა პოზიცია მარცხდება, ადრე თუ გვიან ნებდება, ხო? ტარიელი ნებდება, ოთარანთქვრივი ნებდება, არ ვიცი, ყველა ნებდება, ერთადერთი ვინც არ ნებდება, ანუ ყველა გმირი ნებდება, გმირები სახეებია, ხო? ანუ არ გაიგოთ ისე რომ ცოცხალი ადამიანები არიან, ის სახეებია, რომელიც ყველა შეიძლება ჩვენ ვიყოთ, იმიტომ რომ ბავშვები მეკითხებია, რომ ეს მხატვრული სახე რა ჯანდაბაა და რა თქმა უნდა ეგრევე უნდათ, რომ ყოველგვარი გზის და იმის გაზრების გარეშე პირდაპირ პასუხი უთხრა, რომელიც ნათელი კონკრეტული და ამოწურავი იქნება. მაგრამ არ არსებობს ნათელი კონკრეტული და ამოწურავი პასუხები მას რაღაცეებზე. ანუ ჩვენ ყველა, ანუ მხატვრული სახეები, ის სახეებია, ის აზრობრივი ემოციური მდგომარეობებია, რომლებიც ყველა ადამიანში მეურდება. ანუ რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა და ხანდახან ვართ, ვლინდება ჩვენში ეს სახეები. ხო, სახეზე ვლაპარაკობდი და გადავედი იქით. სად ვიყავი? იმაზე ვიყავი, ხო, 280 ლარს გიხდიან და გეუბნებიან, ხო? დონკიხოტი მარადიული სახეა, მაგას ვიცახდი. ანუ დონკიხოტი არის ერთადერთი სახე, რომელიც არასდროს არ მარცხდება. არასდროს არ მარცხდება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით შერეკილი და გიჟია, ხო, მაგრამ მეორე შეხედვით მთლიანად სიზმრისეული იდეა, ანუ წარმოსახვითი სამყაროდან მოქმედებს. რომელიც რა თქმა უნდა რეალისტური გადასახედიდან სიგიჟეა, მაგრამ ფაქტია, რაც არ უნდა რეალისტური გადასახედიდან სიგიჟე იყოს, სრულ სიბნელეში დონკიხოტი იმარჯვებს, სრულ სიბნელეზე მხოლოდ დონკიხოტი იმარჯვებს, ხო? და ყველანაირი საწყისი დონკიხოტი. იმიტომ რომ ავთანდილი დონკიხოტია, როცა მიდის იმ კაცის აზროვნად, რომლის სახელიც კი არ იცის. ანუ გიორგი დონკიხოტია, როცა კამეჩებს ესარჩლება. ანუ ყველა იდეალისტი ასე იწყებს და მე ალბათ მიდიხარ იმ მომენტამდე, სადაც სანჩო და დონკიხოტი ერთმანეთს უგებენ. ანუ რეალობა და იდეალიზმი ერთმანეთს უგებს. ანუ საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირში დონკიხოტის სალანძღავი სიტყვა ხო არ არის გასაკვირი, რომ ესეთ სიტუაციაში დონკიხოტი სალანძღავი სიტყვა იყოს. ესე იგი, თუ თქვი, რომ გადამიხადეთ და ვიმუშავებ და შენში დონკიხოტი მოკვდავდა. თუ შენში დონკიხოტი მოკვდა, არასდროს არაფერი ნათელი აღარ დაიბადება. და ესე ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ანუ საჯარო მოხელეების 99.9% ცხოვრობს ესე და ისინი არიან ბოროტები. დიახაც. ეს არის ბოროტება. ბოროტება არ არის, როცა თხოვდები, ბოროტება არ არის, როდესაც ფილმს უყურებ, რომელიც ვიღაცისთვის მისაღები არ არის, ხო? ბოროტება არ არის, როდესაც ლაღი ღია და თავდაჯერებული ხარ. ბოროტება არ არის სიმართლის ლაპარაკი და წესის დარღვევა, მაშინ როდესაც წესი აუცილებლად უნდა დაარღვიო შინაგანი მოტივიდან გამომდინარე, ხო? ბოროტება ეს არის. ბოროტება ის არის, როცა სხვას პირად სივრცეს ურყო, ბოროტება ის არის, როდესაც ადამიანს თავისი შრომის შესაბამის ანაზღაურებას არ აძლევ და აიძულებ, ან მსხვერპლი იყოს, ან მტაცებელი, ხო? ბოროტება არის, როდესაც ვერ არჩევ ერთმანეთისგან რეალობებს, ხო? და არ შეგიძლია ამ რეალობებში ლავირება. ბოროტება მორალისტობა, ბოროტება ის ცინიზმი და მტრობის წერია, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ამ ყველაფრის გამოა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მთავრობა გვაბოლებს რა დონეზე, ხო? ანუ გველაპარაკება ფარისეულობის, ამპარტავნების, ტრობის, ცინიზმის, სიბრავის, გასჭის ენაზე, ხო? და რომ პარტიამ ყველაფერი იცის თურმე. ანუ ყველაფერი მხოლოდ იდიოტებმა იციან. და ჩვენ ვერ გამოვდივართ ამ წრიდან, ვერ გამოვდივართ უბრალო მიზეზის გამო, რომ ენა ამ წრეში მოქცეულია, ამაზე ვერაფერ მომარდაშვილი ლაპარაკობს, მაგრამ ვინ უსმენს, ხო? ანუ იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერების საკრალური სივრცეებია მოშლილი და მორღვეული, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ბოროტია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც არიაზრებს
სად არის და რას აკეთებს, რომ ყველაზე მარტივი ქმედებაც კი იმის, გაუაზრებელი ქმედებები დღის განმავლობაში, რასაც აკეთებ და ადამიანთან მიმართებაში, რასაც აკეთებ, ბოროტებაა, ხო? ბოროტებაა ის, რომ საზღვარგარეთ წასული ქართველების უმრავლესობა მალავს საკუთარ ტკივილს, არ უზიარებს ერთმანეთს და აქედან არაფერს არ სწავლობს, აქედან ბედს არ ებრძვის, ხო? კავშირს არ ადგენს მეორე ადამიანს, არ უკავშირდება მეორე ადამიანს შინაგანად. ლექსში ვეფხვი და მოყვა დედა, მოყმის დედა, ვეფხვის დედასთან მიდის, რომ ახალგაზრდა სიცოცხლეზე დაკარგულ, უაზრო დაკარგულ სიცოცხლეზე ერთად იტირონ, ხო? ჩვენთან ადამიანები იძახიან, რომ მე რა იმას თუ ვინმე მოუკვდა, ხო? მე ჩემი ტკივილი მეყოფა. ამისი ბოროტებაა ეს, ამისი ადამიანობაც არ გვაქვს, რომ მივხვდეთ, ასეც არ ვაზროვნებთ, ჯანსაღად არ ვაზროვნებთ, რომ მივხვდეთ, რომ ტკივილი გვაახლოვებს, რომ ტკივილი რომ სხვისი ტკივილის გააზრება შენს თავს გავიწყებს, რომ საერთოდაც ბოროტება მუდმივად შენს თავზე ფიქრობდე და შენი თავით იყო შეპყრობილი 24 საათი თვითკმაყოფილება, ხო? როგორც ვასიკო იძახის, რომ მონაცვალა იმას, რაც ყველაზე მეტად მეჯავრებოდა თვითკმაყოფილებას და თვითკმაყოფილს. კაცი სიტყვა როგორც გავძეხი. არ შეიძლება საკუთარ თავით ძღებოდე, ბოროტებაა ეს. უნდა ივიწყებდე საკუთარ თავს. რეალურად ყველაზე მოაზროვნე მაშინ ხარ, როცა საკუთარ თავს ივიწყებ. და თანაგრძნობა ამაში გეხმარება, ხო? თანაგრძნობა რითი განსხვავდება თანაგრძნობა სიბრალურისგან? თანაგრძნობა აქტიურია, თანაგრძნობა მოქმედებისკენ გიფიძგებს, თანაგრძნობა საკუთარ თავს გავიწყებს, ხო? თანაგრძნობა მთლიანად თელ შენ, ასე ვთქვათ, monkey minds, მაიმუნურ იმას, რომელსაც გონებას, რომელსაც მუდმივად საკვები ჭირდება, გადართავს იმ პრობლემისკენ, რომლის მოგვარება შენ შეგიძლია, იმიტომ რომ საკუთარ თავს ჭაობიდან ამოთრევა რთულია, მაგრამ სხვისი ამოთრევა შეგიძლია, იმიტომ რომ სხვას ძირითადად ის ჭირს, რაც შენ არ გჭირს, ან სხვისას უკეთესად ხედავ ვიდრე საკუთარ თავს. გამოიყენე ეს კარგისთვის, ხო, სხვისას უკეთესად ხედავ ცუდს და იჭორაო ეგო, აიმაღლო კი არა, სხვისას უკეთესად ხედავ პრობლემას და გადაჭრა, ხო? ბოროტებაა ეს ყველაფერი. და ბოროტები ვართ ჩვენ და ამ დროს ყველაზე უფრო ბნელ წრეში ჩარღვეული და ჩარღვეული, დარღვეული, მორღვეული, შერღვეული, გადარღვეული ხალხი 24 საათის სხვისკენ ვიშვართ თითს და მორალისტობთ, ხო? ჩვენი მთავრობა საუკეთესო გამოხატულებაა იმისა, რას ვაკეთებთ. არც რეაქციაც არ შეიძლება გქონდეს, რაც ხდება, მაგრამ შეიძლება პირდაღებული, ყბა ჩამოვარდნილი, კიდე რა სიტყვები გვაქვს, გამოშტერებული, stupefied, flabbergasted, ყველაფერი შეიძლება ერთად დარჩე, რაღაც სიურეალისტური სიტუაცია, ხო, სადაც არ გჯერა, ვერ იჯერებ, მართლა ვერ იჯერებ, რომ ყველაფერი ის, რაც ხდება იმდენად აბსურდულია, წრე, რომელშიც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ტრიალებს. ხო, რა შემიძლია ვთქვას, გეშო, ის რომ შინაგანი ძალა არსებობს, ის რომ არჩევანი არსებობს, ის რომ ღმერთი სამყაროს კეთილს ქმნის, ის რომ ემოციათა ცვალება, შიგნით ემოციათა ცვალებადობა მუდმივად გაძლევს სიცოცხლე, ეგ არის ხო ცვალებადობა, შინაგანი სიცოცხლე გაძლევს იმის საშუალებას, რომ ხალხა დაიბადო, ძალა მოიპოვო, ამ წრიდან გამოხვიდე ნამდვილი სიცოცხლით იცხოვრო, ხო, შენი ამბავი შექმნა, ბედნიერი იყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვალებადობას მიიღებ, თუ ამ ნათელის და ბნელის მონაცვლეობას მიიღებ, ხო, თუ ფხიზელი იქნები, თუ სწრაფად იაზრონებ, თუ სწრაფად გადახტები ერთი ქვიდან მეორეზე, თუ სინათლისკენ წახვალ მუდმივად, თუ აყვები აზრს გონს, თუ რეალობებს შორის კავშირს დაინახავ, თუ ამ ყველაფერს აკეთებ, კეთილი ხარ, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებ, ბოროტი ხარ. და ეს ეხება ყველაფერს, ეს ეხება ყველაზე მარტივ ამბებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ. კიდე რას მომენტ, ხო, ყველაფერი არის მეუბნება, რატო არ თხოვდები ზემაქ მე კიდე, ხო? შვილი რატო არ აკყავს, ერთხელ ის მითხრეს, რომ ქრისტემ რომ უნაყოფო ლეღვის ხე შერისხავ, ისე ხარო შენ ცოხო, შვილები რო არ აკყავსო. ეს სამის გამოძახილია, რომ ჩემ საკრალურ სივრცეს არ ღვევ და ჩვეულებრივი მომენტია ეს შენთვის, ბოროტებაა ეს, ხო?
ვერ ხვდები რომ ბოროტს საკეთებ, ანუ იმიტომ რომ არ აზროვნებ, იმიტომ რომ არ ფიქრობ, იმიტომ რომ ფხიზელი არ ახარ, ხო? მე მესმის და ვთქვათ არაფერს გეუბნები, მაგრამ მე 11 მეტყვი, ანუ მე დამემართა ისტერიკა და თქვი რომ ბნელი ხარო. მაგრამ მაინც ვერ გაიგეს, ხო? ანუ მათ ჩათვალეს, რა ქვია, აგრესიულ გამოხტომად ხალისა, რომელსაც კაცების ზულს. ასე რომ ბოროტებაა, როცა გონია რომ მეორე ადამიანს შეგიძლია თითი უქნიო და რამე ასწავლო. მაშინ როცა მისი ტკივილი გააზრებული არ აქვს და ტკივილზე დასცინი, გეზიზღება და თვლი რომ მე რა კაია, ანუ მე იმიტომ არ გავიარე ეს ტკივილი, რომ ღმერთს უყვარ ვარ. ღმერთს კი არ უყვარხარ შემთხვევითობა, ხო ბედი არავის არ ინდობს, ღმერთს ის უყვარს, ვისაც სხვისი ტკივილის ტკივა. ანუ მე რატო არა ვარ ეგრე, იმიტომ რომ რაღაცა მონაკვეთი ცხოვრობ, რავი, წამი და შემთხვევითობების იმას ურჩები, არ ვიცი, მე მაგიტომ და არა იმიტომ რომ ღმერთს უყვარხარ. იმიტომ რომ ხო, კიდე რა შეიძლება ვთქვა? ხო და მარილის ის რა ვიცილად თავიდან, ხო, იმიტომ რომ სირცხვილს მოაქვს იზოლაცია, დანაშაულის გრძნობას მოაქვს, ღირსების და თვითშეფასების განადგურება, სტიგმას მოაქვს, დამღა, რომელსაც ვერ იცილებ თავიდან და წრეში კეტავს, სასწარკვეთილება, რომ დამოწეობის განცდა, სადაც აღარ ჩანს გზა და არ არის იმედი, დოგმა კიდე მკვდარი აზრია, რომელიც ამ ყველაფერშიც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლად შეხედო რაღაცებს და რეალობა გაიაზრო. მაგალითად, ერთ-ერთი მხარე ამ იმისა არის ის, რომ ტრადიციულ საზოგადოებაში ქალს დიან იმ გაგებით, რომ მამაკაცი მხეცია და ყოველგვარი ხორციელი განცდა ცოდვაა. და მე, ანუ გააჩნია რა ფსიქიკა გაქვს, ხომ მსხვერპლი ხარ თუ მტაცებელი ხარ, ანუ თუ მსხვერპლი ხარ, იჯერებ ამ ყველაფერს და სუსტდები ყველანაირად, თუ მტაცებელი ხარ, არ იჯერებ და ჯაყო ხდები. და თუ მსხვერპლი ხარ და მე უკვე რაღაც ასაკის მერე გეუბნებიან, რომ იცი რა, რატო არ თხოვდები და მას გონია რაღაც ცხოველზე უარესი ხარ, ჯანსაღილტოვო არა გაქვს. საიდან უნდა გქონდეს ჯანსაღილტოვო, როცა 24 საათი იმას ჩაგძახიან, რომ მამაკაცი მხეცია და მხოლოდ შენზე ძალადობა უნდა. ხა? გამაგებინეთ საიდან და თუ ყველანაირი სივრცე საკრალური დარღვეულია და არანაირი შინაგანი ძალის მოპოვების უნარი არ აქვს. ეს არის ბოროტება. ასეთი საზოგადოებაა ბოროტება და ეს რეალობაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ხდება. და ეს ყველამ უნდა გაიაზროს, ხო? ანუ ბოროტება არ არის მაინც და მაინც ვიღაცას ყელი გამოჭრა, გააჩნია რა მოტივით ჭრიყელს, ხო? ბოროტება ესაა. მოკლედ, ძალიან კატეგორიული ვარ, მაგრამ მეტის მეტად მაღალებს ეს საკითხი და მე მგონი რეკორდი მოხსენი 50 წუთს მივახლოვდი და იმედია ძალიან გაურკვევლად არ ვილაპარაკე და რაღაცა რეალური პარალელები გავავლე, იმიტომ რომ კიდე ერთი ჩვენი დიდი პრობლემა არის ის, რომ აზრს ვერ ვაკავშირებთ რეალობასთან. ეს ჩემი პრობლემაცაა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსულის და მუდმივად ვცდილობ. მოკლედ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და კარგად ბრძანებით.